საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიცისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი ირია დათუაშვილი და ანსამბლ გურჯაანის მომღერლების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენი დააჯილდოვა. ჩვენი სტუმარია ანსამბლ გურჯაანის სოლისტი და ანსამბლ ხარება სამხატვრო ხელმძღვანელი ტარიელ ჯაჭვაძე. ბატონო ტარიელ, გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. Ბატონ ტარიელ, რას ნიშნავს ეს ჯილდოები და აღიარება თქვენთვის? ეს ჯილდო ჩვენთვის ნიშნავს ყველაზე უმაღლეს შეფასებას გადმოცა პრეზიდენტმა ეს ჯილდო, მაგრამ პრეზიდენტს გადაცეს თემა ჩემო გურჯაანის მოსახლეობა, გურჯაანის მომღერლებმა, გურჯაანის სვენელებმა და დიახ პრეზიდენტმა ეს მიიღო გულთან მიიტანა და დიახ მთელი გურჯაანის მოსახლეობის, ჩემი საქართველოს მოსახლეობის, ქართული ხალხის სიმღერის მოყვარულება დიახ აი ეს დამიფასეს და ყველაფერი არის ჩემი გურჯაანელების დამსახურება. დიახ. ალბათ სტიმულის მომცემი იქნება მომავალში თქვენთვის. აუცილებლად რა თქმა უნდა, აუცილებლად კიდევ უფრო გავარდები რომ ვიტყვიან, გავამაგდები და დიდი სიამოვნებით კიდევ შემიძლია, კიდევ მიუხედავად იმისა ასაკიანი კაცი ვარ, დიახ კიდევ ბევრი შემიძლია, კიდევ მუშაობ ასაფხარებას ხელმძღვანელი ვარ, ანსამბლ გურჯაანში უმღერიმე, ასაკიანი კაცი ვარ, მაგრამ მაინც ვარ ასაფხარებასთან ხელმძღვანელი ვარ, იქაც ძალიან ლამაზ საქმეს ვაკეთებ, ორ საქმეს ვაკეთებ, ანსამბლ გურჯაანშიც და ანსამბლ ხარებას ხელმძღვანელის ვარ და კიდევ შემიძლია პატარა ბავშვებიც კიდევ რომ დავზარდო, ვასწავლო ქართული ხალხური სიმღერა, რომ შევაყვარო, რომ დავზარდო არა მარტო მომღერლები, არამედ ადამიანები, რომლებიც რო დღეს რო დარბიან ჩვენ გურჯაანში ლამაზი პატარა მომღერლები. გაიხსენეთ ეს დღე, დაჯილდოების დღე, მოგვიყევით როგორ შეგხვდნენ პრეზიდენტი, მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი. კი, მე ნამდვილად ამას თავმად ვიტყვი და გოგიათ ვიტყვი, არ მოველოდი იმის გულისთვის, რომ რა ვიცი, სულ თავჩაკიდული მუშაობ და თუ ამხელა ჯილდოზე წარმოადგენდნენ, მე ნამდვილად არ მოველოდი, მაგრამ ამერიკას და გითხრეს ბატონო ირია დათუაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი ადამიანი არის ჩვენთან გურჯაანში, რომელმაც როდიახ თავმად ვიტყვი, რომ გურჯაანში გააკეთა ქართული ხალხური სიმღერის რევოლუცია. დიახ, დღეს ყველა პატარა ბავშვი გურჯაანში, ყველა მეორე ბავშვი რომ ნახოთ, დიახ, ილია მასწავლებელთან დაბრძანდება, ილია მასწავლებელი ასწავლის ქართულ ხალხურ სიმღერას და რა თქმა უნდა ამხელა კაცი ვარ გამომდინარე ასაკიდან ილიაზე დიდი კაცი ვარ, მაგრამ ილია მასწავლებელი მეც მასწავლის, სიმღერას მასწავლის ერთმანეთ გავუზიარებთ ხოლმე და დიახ ილია მასწავლებელმა წარმოგიდგინა მე ვთხარ ილია მასწავლებელს დიახ უნდა იმსახურებ შენამოსო თუ იმსახურებ კი ბატონო და ასე და ორიგად დავერეკეს წავედით მივედით. ესე იგი მოულოდნელი იყო. კი ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის რომ არ ველოდებოდი მეთქი იმის გულისთვის რომ არ მინდა ხოლმე რა იცი ყოველთვის არა ვარ იმის თანა ეს რომ ყოველთვის პიარი გავაკეთე შევე რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე შემოხდი და უმეტესი მადლობა ბატონ ილიას და აქედან დაიწყო ყველაფერი ისე მივედით პრეზიდენტთან მივედით დაგვაჯილდო ყველაფერი და ყველაფერი ასე დაიწყო. შეასრულეთ სიმღერა? სხვათა შორის კი იქ როცა ვიყავით დაჯილდოების შემდეგ პატარა ფუშტი იყო რაღაცის და გამოვიდეთ თითო ჭეჭა გვინდომივით და ბაღაშვილებთან ერთად ჩვენმა ასწავლება ეს ჩემთან ერთად მიიღო რავიან გეთიაშვილი, მიიღო ლევან გოგინაშვილი, ნიკო მამიაშვილი, ბიზნა სამხარაზე თვითონ ილამასო ხუთმა კაცმა მივედეს ისევის ორდენი მივიდა, ჩვენ ხუთი კაცი ვიყავით და გია ბაღაშვილი ჩადგა ჩვენთან ერთად და დონაძე იყო ჩვენთან და ერთი სიმღერა ესე იგი პირდაპირ იქავე პრეზიდენტის სასახლეში ერთი ქართული მრავალჟამიერი ვიმღერეთ და აღნიშნეთ პატარა ფუჟერებით. ბატონო ტარიელი, როგორ დაიწყეთ მოღვაწეობა ანსამბლ გურჯაანში და რა გზა გაიარეთ წარმატებამდე?
ამას დიდი ისტორია ხა მე გურჯაანში დავიწყე 1900 ალბათ უკვე გეგაგეცინა 78 წლიდან დავიწყე გურჯაანის რაიონში მოღვაწეობა სოფელ ვაჩნაძიაში მე ჩამოვაყალიბე ბიჭუნათა გუნდი ჩამოვაყალიბე კიდე ასაკოვანთა დიდი მოხუცი ხალხი იყო იმათ გუნდი ალბათ ჩვენ ტელევიზიაში არის კიდევ ამისთან არქივები არის რომელიც რომ როგორ გაგიჩნდათ იდეა რომ ასაკოვანი ადამიანების გუნდი შეგექმნა თვითონ შემოვთავაზეს სხვათა შორის მერიდებოდა ნამდვილად როგორ შეიძლება და 62 წლის კაცთან 24 წლის ბის მე დასწავლებდი სიმღერა ეხლა 70 წლის კაცი ვარ მაგრამ მოდი არა გინდა თუ არა იმათო მასწავლე სიმღერა და იმდენ რაღაცა სიმღერები მიუტანე დიახ ასწავლე იყო რომელიც 72 დაიმსთანა ხალხი იყო და უნიკალური სიმღერები ჩავწერეთ ჩვენ დიახ გურჯაანის ტელევიზიაში და პირველ რიგში ჩავწერეთ სიმღერები ჩავწერეთ იმისთან რომელიც ჩემ სოფელში რომ არის ვაჩნაძიანში რომ არის დაბადებული სიმღერა ძალიან ბევრი ამ ხალხმა მასწავლა დიდმა ხალხმა და პარალელურად მე პატარა ბიჭებთან ვღეროდი ორკესტრი გავაკეთე წარმოიდგინეთ ორკესტრი რომელშიც შედიოდა ქრომატული ფანდური რომელიც რომ პირველად ჩამოვიტანე მე 1978 წელს ქრომატული ფანდური დღეს რო პატარა გოგო ბიჭები რო დარვიან ასეთი ლამაზად ყველას ფანდური როგორ მიხარია და მოდიში და ერთ რაღაცას ვიტყვი ახლა დავუმატე დიახ ქართულ ხალხურ და უნდაში გააკეთეს ყვარაცხელია შეაყვარა ქართულ ხალხს ფეხბურთი დათო კენჭიაშვილმა შეაყვარა ფანდური და ქართული ხალხური სიმღერა კიდევ შეაყვარა აზო ერქომაიშვილმა რომელიც მე დიდი მოტრფევალი ვარ ამ ხალხისა ასე წამოვიდა და 84 წელიწადში გურჯაანის ხელმძღვანელი გახლავთ ზურაბ სიხარულიძე რუსთაველი მე რუსთავში ცხოვრობდი მაშინ და შევხვდით და მოდი ასაბ გურჯაანში იმღერეო დაინახე ება ჩემი პოტენციალი პატარა ბავშვს რო ასწავლდი და 84 წლიდან მე ასაბ გურჯაანში ვღერი ამათ მასწავლეს ბევრი რაღაცა მეც ვასწავლე ბევრი რაღაცა და ასე მოვდივართ ბევრი ხელმძღვანელი გამოიცვალეთ ბევრი რაღაც სიყვარული მქონდა ბევრი გასტროლები მქონდა და დღესაც კი დიახ ერთად ვართ და პატარა ბიჭები მოვიდნენ კიდე ასაბ გურჯაანში მიუხედავად იმისა ჩვენ უკვე ნელ-ნელა ასაკიანდა ხალხი ვართ ნელ-ნელა უნდა დავთვალოთ ჩვენი პოზიციები და პატარა ბიჭები მოდიან ძალიან ლამაზი ბიჭები ოტო გოდელიძე აი კიდევ ოტო კიდევ ჩუმლაგელი ბიჭი ძალიან კარგი ხალხი არიან პატარა ბიჭები მოდიან და აი ესე ერთად ვართ და ნელ-ნელა ჩვენ გადავდგებით მაგრამ ჩვენ პედაგოგიურ სიყვარულს და გამოცდილებას კიდე პატარა ბავშვებს გადავცემთ აუცილებლად. აი რა სამომავლო გეგმები გაქვთ თქვენ? სამომავლო გეგმები ძალიან დიდი მაქვს მე. მოდი სამომავლო გეგმებზე ასაბ გურჯაანში ილია დათვაშვილს დავუთვობ ამ პრეროგატივას ილია ვასილოვი როგორც იტყვის მე იმის მომღერალი ვარ. მაგრამ მე პარალელურად ასაბ ხარებას ხელმძღვანელი ვარ ძალიან კარგი ბიჭები ყანა გელა ჩემი ოტო ნოდო იმედა კიდე ბევრი ბიჭები არიან ზედელაშვილი ისინი რომლებსაც ესე იგი მე ვასწავლიკე მე და ილია ვასწავლებელი ისე შერწყმულად ვუშაობთ რომ ისე ასაბ გურჯაანსაც ვადგებით და ასაბ ხარებასაც ვადგებით ერთად ვართ ერთი ბავშვი რომ ერთმანეთში აბსოლუტურად იხელა დიდი დისონანსი ვარ კარგი რაღაც გავლებული ზოლი რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ უბრალოდ ასაბ გურჯაანი ქვია ჩვენ დავუშვათ სადაც ილია ვასილოვი ხელმძღვანელი იყვერი და ასაბ ხარება არის აქეთ კიდე სადაც ესე იგი ჩვენ და ილია ვასილოვი ვიკეთებს კონსულტაციებს გამოსვლილი კაცია ძალიან ილია ვასილოვი და თუაშვილი და უჯერებთ ერთმანეთს უჯერებთ და რაღაც კეთდება აი ყველაზე კარგად დღეს მაგალითად გურჯაანში აწყობილი არის ქართული ხალხური სიმღერის და ცეკვის აი ეს შემოქმედება დიახ გურგენიძეები ჩემი ომარი მასოველი გინდა გნებავთ თემო მასოველი ძალიან მაღალ დონეზე არის ეს განვითარებული სიმღერების ცეკვის ხელოვნება. როგორც ვიცი თქვენ აქტიურად დადიხართ გასტროლებზე და რომელმეს ხომ არ გაიხსენებდით რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
უკი დავიხსენებ ერთი ორი წლის უკან ვიყავით პოლონეთში ვიყავით მიწვეულები და იყო გორნი ვატვაიციან პოლონელებმა ესე იგი მთის სიმღერები იყო ვიყავით ზაკოპანა არის ერთ-ერთი როგორც სვანეთი არის ამისთან კუთხე არის იქ და იქ ვიღებთ ჩვენ 15 ქვეყანა იყო ევროპის ქვეყნები და სხვათა შორის მექსიკაც ჩამოსული და არ ვიცი რა ვიცი როგორ და ну წარმოიდგინეთ პირველი ადგილი ავიღეთ სიმღერა სხვათა შორის გურგელიძეების მოციქულებიც ყავდნენ იქა პაატას ისინი ყავდნენ და პირველი ადგილი ავიღეთ ნამდვილად ეს არ იყო 14 ქვეყნის ჟიური იყო ჟიური დიახ შეფასებელი იყო და სულ ყველამ ესე იგი პირველი ადგილი ნამდვილად რომელიც დოკუმენტად უბრალოდ დღეს არ ვიცოდი თორს რომ მოვიტანდი და გაჩვენები დავდებდი ახლა პირველი ადგილი მოგვანიჭეს ჩვენ და სხვათა შორის პირველი ადგილი მეორე ადგილი მოგვანიჭეს ინსტრუმენტული გონდა ჩვენი იმედა ოდიკაძე ჩემასავში ფანდურზე დაუკრა იმათან ერთად აი ქართული დაუკრა ესეთ ხოშიანად და აიღო მეორე ადგილი აიღო და ეს ნამდვილად ესე იგი ეს ყველაზე ლამაზი პირველი ადგილი ავიღეთ ჩვენ 15 ქვეყნიდან. დიახ. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ჩვენს თავრობას, რომელსაც დაიმსახურა, დიდი მადლობა გურჯაელებს ეს თქვენ მომანიჭეთ და მევღეროს საქართველოსის თქვენთვის. ყველა ჩემი ნამღერი თქვენი არის. თქვენ მომეცით ეს ჯილდო ჩემო საყვარელო გურჯაელო, კოცნით გეფერებით. დარიელ ჯაჭვაძე